პრაქტიკულად შეგვიძლია ვთქვათ, რომ რომეო მიქაუტაძემ დღეს ხტომათა დარბაზში გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ მიცემული ჩვენების დროს საკუთარი თავი სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა. რომეო მიქაუტაძე არის ერთ-ერთი პირი, რომელიც გრიგოლ ლილუაშვილის სისხლის სამართლის საქმეში არის მთავარი მოწმე, რომელმაც საგამოძიებო უწყებას გამოძიების მიმდინარეობისას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია თუ როგორ ხდებოდა ბიზნესმენების რეკეტი და როგორ ართმევდა ბიზნესმენებს დიდ ფულს. რომეო მიქაუტაძემ დღეს ფაქტობრივად მთელი სქემა გასშიფრა თუ როგორ მუშაობდნენ ქართული ოცნების ყოფილი მაღალჩინოსნები და როგორ ზალავდნენ ისინი ბიზნესმენებს თანხებს. რომეო მიქაუტაძემ თქვა, რომ ამ სისხლის სამართლის დანაშაულში თავადაც მონაწილეობდა. ის ამბობს, რომ ბიზნესმენებთან თვითონ აწარმოებდა მოლაპარაკებებს გრიგოლ ლილუაშვილის სახელს და გვარს კი ის იყენებდა, იმიტომ რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსანს იმ დროს დიდი გავლენები ჰქონდა. თუმცა თანხებს, რომელსაც შემდგომში რომეო მიქაუტაძე ქეშის სახით იღებდა, შემდგომში მას ეს თანხა გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა. თუმცა დაცვის მხარე ამბობს, რომ არ არსებობს ამ საქმეში მტკიცებულება, რომ რომეო მიქაუტაძეს ნამდვილად გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა თანხა. არსებობს მხოლოდ ლილუაშვილის, უпростоრედ რომეო მიქაუტაძის ჩვენების გარდა ამ საქმეში არ არის არც ვიდეო ჩანაწერები, არც ფოტომასალა და არც სატელეფონო საუბრები, რომლითაც ნამდვილად დადასტურდება ის, რომ რომეო მიქაუტაძე, რომელიც პრაქტიკულად სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა თავი, თანხა, რომელსაც ის ბიზნესმენებისგან იღებდა, გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა. დღეს რომეო მიქაუტაძეს ხტომათა დარბაზში უნდა გამოცხადებულიყო, ის მოწმის სტატუსით უნდა დაკითხულიყო მოსამართლის თანდასწრებით, თუმცა პენიტენციური სამსახურიდან ქართული ოცნების ყოფილმა მაღალჩინოსანმა წერილი გამოაგზავნა, რომ მას არ სურდა მონაწილეობის მიღება საქალაქო სასამართლოს ხტომათა დარბაზში და თავად მსჯავრდებულმა მიქაუტაძემ მოითხოვა ის, რომ ის დისტანციურ რეჟიმში ჩართოდა პროცესს, რასაც გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველების მხრიდან პროტესტი მოყვა. მათ სურდათ, რომ თავად მიქაუტაძე ამ პროცესს დასწრებოდა საქალაქო სასამართლოს ხტომათა დარბაზში და დღეს მხოლოდ ბრალდების მხარის კითხვებს უპასუხა რომეო მიქაუტაძემ ხტომათა დარბაზში. რა თქვენს გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველებმა, ახლა თქვენ პირდაპირ ეთერში მოისმენთ, თუმცა ისინი ამბობენ, რომ დღეს პრაქტიკულად რომეო მიქაუტაძემ სისხლის სამართლის დამნაშავედ გამოაცხადა საკუთარი თავი და მათი ინფორმაციით ამ საქმეზე გამოძიება სახელმწიფო ბრალდებას დაწყებული არ აქვს. მოწმე, რომელიც ბრალდების მხარის განმარტებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან მოწმეს წარმოადგენს, უნდა მოვიდეს ხტომის დარბაზში და უნდა მოხდეს მისი დაკითხვა იმგვარად, რომ დაცვის მხარეს არ შეეშალოს ხელი დაკითხვაში. ჩვენი ეს პოზიცია, მადლობა სასამართლოს, რომ გაიზიარა, ამ ეტაპისთვის მხოლოდ ბრალდების მხარეს აქვს მოწმისთვის დასმული კითხვები, დაცვის მხარეს როგორც ესეთი არ დაუწყია თავისი დაკითხვა. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მიიღო გონივრული გადაწყვეტილება და სამართლიანიც იმ ნაწილში, რომ მომდევნო ხდომაზე იგივე მოწმის დაკითხვა გაგრძელდება იმგვარად, რომ პროცესზე იქნება მობრძანებული ბატონი მოწმე, აღნიშნული მოწმის მიერ გარკვეული სახის ინფორმაცია, რაც ამ ეტაპამდე მიეწოდა სასამართლოს, გარკვეულწილად მოიცავს იმ ინფორმაციას, რომ მას აქვს ბრალეული როლი ამ ყველაფერში. დღემდე მის მიმართ სხვათა შორის არანაირი დევნა დაწყებული არ არის. ხედავთ იმას, რომ შესაძლოა მასთან მოლაპარაკება მიმდინარეობდეს და სამომავლოდ ალბათ განხორციელდება კიდეც საპროცესო შეთანხმება, ნაცვლად იმისა, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მასთან მოხდეს ბრალის წარდგენა. მსჯავრირის გამოწვირს აქვს მოწმეს დადებული, გაცილებით უფრო ნაკლები სასჯელით არის შემოფარგლული, ვიდრე ის, რაშიდაც იგი თავს ასახელებს დღევანდელ პროცესზე. სხვა მიზანი თუ კი არა აქვს მის მიერ მიცემულ ჩვენებას, რატომ უნდა უღირდეს და უნდოდეს მას, რომ დაუმძიმდეს სამართლებრივად მდგომარეობა, ანუ მისჯილის წლები გაეზარდოს. არ არსებობს არანაირი სახის ობიექტური მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა თუნდაც დღევანდელი მოწმის მიერ გაჟღერებულ ინფორმაციას ქრთამის გადაცემასთან დაკავშირებით. გარდა იმისა, რომ მოწმე ამბობს, რომ გრიგოლ ლილუაშვილთან თანხა მიჰქონდა, რა მტკიცებულება არსებობს? აი მაგალითად ფოტომასალა, რომ თუნდაც გრიგოლ ლილუაშვილის სახლში არის რომეო მისული, ან სამსახურში, რამე სხვა დამატებით მტკიცებულება არის რომეოს ჩვენების გარდა? მსგავსი ობიექტური ნეიტრალური მტკიცებულება, რომლის გადამოწმების შედეგადაც დადასტურდებოდა მოწმის მიერ გაჟღერებული ინფორმაცია, მსგავსი არ არსებობს სისხლის სამართლის საქმეში და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონი გრიგოლ ლილუაშვილის უდანაშაულობის დასამტკიცებლად.
სხდომათა დარბაზში მხარეებს შორის დაპირისპირება რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა, რადგან გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველები მოსამართლესთან აყენებდნენ შუამდგომლობას იმის შესახებ, რომ საქალაქო სასამართლოს სხდომათა დარბაზში ყოფილიყო რომეო მიქაუტაძე, რომელსაც უნდა მიეცა გრიგოლ ლილუაშვილის წინააღმდეგ ჩვენება. კანონმდებლობით პრინციპში არ არის ვალდებული პირი, რომ საქალაქო სასამართლოში გამოცხადდეს, მან ისურვა, რომ სხვა რეჟიმში მომხდარიყო მისი გამოკითხვა, ის არ გაურბის გამოკითხვას იმ შემთხვევაში, თუ რომეო მიქაუტაძე ვარს იტყოდა დაკითხვაში მონაწილეობაზე, ასეთ შემთხვევაში იძულებითი წესით უნდა მომხდარიყო მისი გადმოყვანა პენიტენციური დაწესებულებიდან საქალაქო სასამართლოში, თუმცა რადგან მიქაუტაძე დათანხმდა იმას, რომ ის დაკითხვას დაესწრებოდა, მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში შესაბამისად სამართლებრივი პროცედურების დაარღვევა ამ კონკრეტულ ნაწილში არ იკვეთება. რაც შეეხება თავად ბრალდების მხარის ინფორმაციას, რომეო მიქაუტაძის მიერ გაჟღერებულ დღევანდელ განცხადებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ რომეო მიქაუტაძემ ნამდვილად ითანამშრომლა გამოძიების ეტაპზე საგამოძიებო უწყებასთან და ინფორმაცია, რომელიც დღეს მსჯავრდებულმა პირმა გაავრცელა, რომ მის ბიზნესმენებთან დადიოდა, თანხას სთხოვდა მას და ეს თანხა შემდგომში გრიგოლ ლილუაშვილთან მიჰქონდა ამ კონკრეტულ საქმეზე. სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ გამოძიება ნამდვილად არის დაწყებული, შესაბამისი სამართლებრივი წარმოებაც მიმდინარეობს ახლა და სახელმწიფო ბრალდება ამბობს, რომ შესაბამისი დოკუმენტების მოპოვების შემდგომ არ არის გამორიცხული, რომ ამ კონკრეტულ საქმეზე ბრალდებული პირების წრე გაიზარდოს. მოწმემ განმარტა, რომ მას პირადად ჰქონდა კავშირი და ურთიერთობა გრიგოლ ლილუაშვილთან, მათ შორის იმ თანხებთან დაკავშირებით, რომელიც ბრალად არის შერაცხული, პირადად გადასცა და დავალებით მათ პირადად მიეღო, რომ წამოეღო მოითხოვა კონკრეტული თანხები მეწარმე პირებისაგან. შეეხება იმ ბიზნესმენებს, ვისგან ხთამის აღებასაც ედავებით, არიან თუ არა ისინი გამოკითხულები ამ საქმეზე? კი ბატონო, ერთ-ერთი პირი დაკითხული არის და ის უკვე დაიკითხა სასამართლოში და ისაუბრა ამ დეტალებზე, როგორ გამოართვა რომეო მიქაუტაძემ თანხა, რომ ეს შეიფუთა როგორც და განემარტა მას როგორც სახელმწიფოსათვის სახელმწიფოს ინტერესი. ანალოგიური ფრაზა გაიმეორა სხვათა შორის დღეს დაკითხულმა მოწმემაც, ანუ მათი ჩვენებები აბსოლუტურად თანხმედრაშია. რა თქმა უნდა, რომეო მიქაუტაძეს ანგარიში არ ჩაუბარებია მისთვის კონკრეტულად ვისთან მიჰქონდა თანხა, შეიფუთა როგორც სახელმწიფო ინტერესი, მოწმემ დაადასტურა თანხის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად ისაუბრა იმაზეც, როგორ მოახდინა ამ თანხის საკმაოდ ცოლიდური თანხა არის აკუმულირება. შემდეგი პროცესი საქალაქო სასამართლოში ორშაბათს არის ჩანიშნული. შემდგომ პროცესზე უკვე რომეო მიქაუტაძეს კითხვებს გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველები დაუსვავენ და სავარაუდოდ სახელმწიფო უსაფრთხოების ყოფილ მაღალჩინოსანს გრიგოლ ლილუაშვილსაც ექნება კითხვები ყოფილ მაღალჩინოსანთან, რომელთან ერთადაც ის წლების განმავლობაში ქართული ოცნების რიგებში ირიცხებოდა, თუმცა მოგვიანებით მას შემდეგ რაც ეს სისხლის სამართლებრივი დანაშაული ამოქმედდა, რომეო მიქაუტაძე პირდაპირ დაადო ხელი გრიგოლ ლილუაშვილს. ორშაბათს უკვე პენიტენციური დაწესებულებიდან რომეო მიქაუტაძე საქალაქო სასამართლოში გადმოიყვანენ. ეს არის მოთხოვნა გრიგოლ ლილუაშვილის უფლებადამცველების, რომელიც დღეს საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ დააკმაყოფილა.